ქართული ოცნების პროპაგანდისტური არხი რუსთავი 2 სიხარულით, ამას ხაზგასმით ვამბობ, გვამცნობს, რომ უკრაინის მასშტაბით, მათ შორის კიევში, ხარკოვში, ოდესაში, სუმში, ლვოვსა და დნიპროში საპროტესტო აქციები, საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, ოღონდ იმას კი აღარ გვეუბნება პროპაგანდისტური არხი, რა არის საფუძველი ამ გვარი აქციებისა და მაყურებელს თუ კითხველს ამ ნიუსისა, ამ ამბისა რჩება შთაბეჭდილება, რომ აი მოსახლეობა გამოდის უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ, ან მაგალითად ეწინააღმდეგება იმას, რომ უკრაინა წინააღმდეგ თავის მხრივ წინააღმდეგობას უწევს რუსეთს, ანუ კონკრეტულ მიზეზს, კონკრეტულ საბაბს თუ გნებავთ ასე ვიტყვი, პროპაგანდისტური არხი მიუხედავად იმისა, რომ ცხადია, მან იცის, მისმა თანამშრომლებმა იციან, მისმა საინფორმაციო პოლიტიკის შემმუშავებელმა პროპაგანდისტთა შორის პროპაგანდისტებმა, რედაქტორებმა, პროდიუსერებმა, ნიუსის ავტორებმა, ვიდეოს მომჭრელებმა თუ მიმჭრელებმა იციან, ამას კი აღარ გვამცნობს. მე გეტყვით, რაც არის მიზეზი, თავდაპირველად ვნახოთ ეს ვიდეო კადრები, რომელიც სწორედ რუსთავი 2-მა გავრცელა, თუ მოვახერხე ერთგან ჩანს გვარი იმ ადამიანისა, ვის გამოც დაიწყო, ვისი დაცვის მოტივაციითაც დაიწყო ეს დიდი მართლაც გამოსვლები, უპრეცედენტო გამოსვლები ზელენსკის ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, ხაზგასმით ვამბობ, რომ მოქალაქეები გამოდიან და ახლა ომის შეწყვეტას ითხოვენ, წინააღმდეგობის შეწყვეტას ითხოვენ, პრეზიდენტ ზელენსკის გადაყენებას ითხოვენ. აი რუსთავი 2 სწორედ ასე წარმოაჩენს, რომ თითქოს უკრაინის მოსახლეობა ახლა რუსეთისკენ გადავიდა და პრეზიდენტ ზელენსკის ტაქტიკასა თუ სტრატეგიას წინააღმდეგობას რომ უწევს უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ჯოჯოხეთურ ხელისუფლებას და ჯოჯოხეთურ ქვეყანას, ამის გამოა თითქოს და გამოსული. ტექსტები დავაპაუზო. ერთგან გამოჩნდება. აი, ვერ მოვასწარე. ერთ ახლა ვერ მოვასწარი. კიდევ ერთხელ მოკლედ ვერ მოვასწარი და ვერ ვახერხებ. გამოსვლები დაიწყო იმის გამო, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მიიღო, მეს გავადასტურებ ამას, ფრიად საორჭოფო, ან მოდი ვიტყვი ასე, ფრიად ვთქვათ ასე, ფრიად საკრიტიკო გადაწყვეტილება, გასაკრიტიკებელი გადაწყვეტილება. მან უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაანთავისუფლა, მე თუ მკითხავთ, უკრაინის ხელისუფლებაში გამორჩეული კაცი, სხვებთან ერთად ცხადია, მაგრამ გამორჩეულთა შორის გამორჩეული მიხაილო ფედოროვი, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი, რომელიც გავბერავდა ვიტყვი, არის გენიალური, ჯერ ერთი გენიალური კარიერა ექნება მას თუ ის ხელისუფლებაში დარჩება ან პოლიტიკურ მოღვაწეობას გადაწყვეტს, რასაკვირველია, უკვე ალბათ მაინც ომის შემდგომ, მაგრამ გენიალური პირია, გენიალური მასშტაბის კაცია, გენიალური თავდაცვის მინისტრი იყო, რომელიც ორიენტირებული იყო იმაზე, რომ უკრაინის შეერაღებული ძალები თავიდან ბოლომდე გარდაქმნილი იყო. ამიტომაც ვამბობ, რომ ზელენსკის ეს გადაწყვეტილება არათუ საორჭოფოა, არამედ გასაკრიტიკებელია და ჩვენ დემოკრატიული ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეებს, ისევე როგორც უკრაინის თავისუფალ მოქალაქეებს, აი იმათ, ვინც ახლა მე თქვენ გაჩვენეთ, რასაკვირველია, აქვთ სრული უფლება გააპროტესტონ ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტ ზელენსკისა, არ მოიწონონ, დაუპირისპირდნენ, შეეწინააღმდეგონ, რა ვიცი, საკუთარი ხმა გააგონონ პრეზიდენტ ზელენსკის და ასე შემდეგ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ უგლებლივ ყველა ვინც გამოჩნდა აქციაზე, ან ვინც არ გამოსულა აქციაზე, მაგრამ აქციის მონაწილეებს კი ეთანხმება, ისინიც რასაკვირველია, უკრაინის პატრიოტები არიან, ოღონდ რუსთავი 2-ის თუ იმედის თუ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლების გასაგონად ვიტყვი, რომ ეს ადამიანები, ისე როგორც პრეზიდენტი ზელენსკი, ისევე როგორც პრეზიდენტი ზელენსკი და თავდაცვის აწუხი ყოფილი ხელმძღვანელი ფედოროვი, ან პირი, რომლის გამოც გადააყენეს მიხაილო ფედოროვი, ისინი ერთმანეთზე მეტი პატრიოტები არიან. დიახ, მე არ ვიწონებ პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფედოროვი თუ ზელენსკი თუ სირსკი და მას ვახსენებ უფრო ბევრჯერ და მეტჯერ უკვე შემდგომ სირსკი თუ სხვები არ არიან უკრაინის პატრიოტები, რომ ვიცოდეთ მაინც. ეხლა რაც შეეხება მიზეზებს, რომ ვიცოდეთ მაინც, რატომ მოხდა პრეზიდენტ ზელენსკის
მიერ ფედოროვის გადაწყვეტილება. ესე იგი, გაირკვა, რომ უკრაინკასკაია პრავდა წერს, რომ თავდაცვის მინისტრ მიხაილო ფედოროვის გადადგომის შემდეგ გაირკვა ეს ყველაფერი, რატომ გადაწყვიტა პრეზიდენტმა ზელენსკიმ უახლოესი თანამოაზრეებიდან ერთ-ერთის, ანუ ფედოროვის გაშვება. და არასწორი გადაწყვეტილება ყოს თბილისში და ასე ჩანს და აგე უკრაინიდანაც თურმე ასე ჩანს. ხალხის მსახური სლუგა ნაროდას ერთ-ერთმა დეპუტატმა, რომელიც ფრაქციის ხდომას ესწრებოდა, მან განაცხადა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ძალიან უჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება და ამაზე საუბარიც კი, როდესაც ამას აცხადებდა, ის თითქოს ბორძიკობდა, თითქოს წელავდა, მისთვისაც ეს იყო ძალიან მძიმე. დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ხალხის სახურის ერთ-ერთი ლიდერი, ერთ-ერთი დეპუტატი ამბობს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში სიტყვებს ძლივს პოულობდაო, ფრთხილად არჩევდა ფორმულირებებს და ცდილობდა თავისი გადაწყვეტილების ახსნას. ერთი შეხედვით ეს გადაწყვეტილება რაციონალურად გამოიყურებოდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ ფედოროვის განთავისუფლება მისთვის, ანუ პრეზიდენტ ზელენსკისთვის ძალიან რთული იყო. რაშია საქმე? პრეზიდენტმა ზელენსკიმ შესანიშნავად იცის, რომ ფედოროვი მომავალია, ფედოროვი ახალგაზრდა კაცია და სწორ გზას ადგა ფედოროვი, თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელი, სწორედ აკეთებდა რეფორმებს, რასაკვირველი, ყველაფერს შეიძლება მიედავა ყველას, მაგრამ უშუალოდ ფედოროვს ნაკლები მისადავებელი ჰქონდა და ეს იცოდა ზელენსკიმ და აკი ამიტომაც ვამბობთ, რომ მას ეს გადაწყვეტილება, ამგვარი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღო, რაღა იცოდა მით უფრო. მერე უკვე წერი ამგვარი რა, რომ სინამდვილეში ახალი პრემიერ-მინისტრის და იცით, რომ მთელი მინისტრთა კაბინეტი გააყენა ზელენსკიმ, ან მომავალი მინისტრების უმეტესობის კანდიდატურებთან დაკავშირებით დეპუტატებისთვის დიდი ინტრიგა არ არსებობდა. გვარების ნახევარი მათ წინასწარ იცოდნენ, ანუ იცოდნენ, რომ ეს პირი დაინიშნება პირობითად საგარეო მინისტრად, ან პრემიერ-მინისტრად, ან რომელიმე სხვა მნიშვნელოვანი უწყების ხელმძღვანელად. გვარების ნახევარი მათ წინასწარ იცოდნენ, რადგან ეს მოქმედი მინისტრები იყვნენ. მეორე ნახევრის გვარები კი როგორც ყოველთვის პირველად უშუალოდ წარდგენის დროს ნახეს. ერთადერთი საკითხი, რომელიც ნამდვილად აღელვებდა დეპუტატებს, რადის დეპუტატებს და უკლებრივ ყველას უკრაინაში, იმიტომ რომ შესანიშნავად ხვდებოდნენ და იციან მათ, რომ ფედოროვი არის მომავლის კაცი, ფედოროვი არის კაცი, მეგაგიფრთხილთ, მაგრამ ფედოროვი არის კაცი, ეს ჩავთვალოთ, რომ ეს არის ექსკლუზიური ინფორმაცია თქვენთვის, რომელმაც როდესაც რუსებმა გადაიჭირეს სტარლინკი, ელონ მასკის სტარლინკი, რომელიც თავის მხრივ ინტერნეტს უფასოდ აწვდის და მაღალხარისხიან ინტერნეტს აწვდის უფასოდ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და ზოგადად უკრაინას და რუსებმა ამდენიმე თვის წინ მოახერხეს ამ სტარლინკის სიგნალების დაჭერა და ამ სტარლინკის სიგნალების გამოყენება და ეს იყო ძალიან დიდი პრობლემა უკრაინისთვის და უკრაინის შეიარაღებული ძალებისათვის. ფედოროვი გაფრინდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. პრაქტიკულად არ გაჟღერებულა, მით უფრო ქართულ მედიაში ამის თაობაზე ინფორმაცია, მე მაქვს ჩემი წყაროებიდან, გაფრინდა შეერთებულ შტატებში, იქ არ შეხვედრია არავის ოფიციოზიდან, ანუ თავდაცვის მინისტრს, ჰექსეტს, ასე მაგალითად, ან სახელმწიფო მინისტრ მდივან რუბიოს, ან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ ქონია შეხვედრა, ის შეხვდა მხოლოდ და მხოლოდ ელონ მასკს 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ის შეხვედრა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით და ფედოროვმა, რომელმაც ცხადია, შეიძლება მასკზე კარგად არა ეს ხმამაღლა ნათქვამია, მაგრამ ძალიან კარგად იცის მაღალი ტექნოლოგიების თაობაზე, იმიტომ რომ ამ მიმართულების სპეციალისტია, ნახევარ საათში დაუსაბუთა ელონ მასკს, როგორ უნდა, ან რატომ უნდა გაკეთებულიყო და რუსებს როგორ უნდა შეზღუდვოდათ წვდომა სტარლინკის სერვისებზე. მასკმა ეს ნახევარ საათში გაიგო, დანარჩენი 5 საათ ნახევარი ის განკარგულებებს გასცემდა შესაბამისად თავისი ოფისების წარმომადგენლებისათვის და მეორე დღიდან მართლაც რუსებს უკვე ჩაეჩეხათ, რუსებს უკვე აღარ ჰქონდათ წვდომა სტარლინკზე, ამას ვერავინ, გავბედავდა ვიტყვი, ვერავინ ფედოროვის გარდა ვერ მოახერხებდა და რამდენია ასეთი კიდევ რამდენი რამე აქვს გაკეთებული ფედოროვს, უამრავი რის შესახებაც არც მე და არც არავის საქართველოში ან უკრაინაშიც კი ბევრს არ აქვს ინფორმაცია და ზელენსკიმ ბუნებრივია ეს ფაქტიც და გაცნობით რო კარგად და სხვა ამბების ფედოროვის თაობაზე იცოდა და იცის, მაგრამ ამის მიუხედავად ზელენსკიმ მიიღო კვლავ მეორე არ უნდა მოგვერიდოს, მიუხედავად იმის რომ ჩვენ ყველანი ზელენსკისტები ვართ, არ უნდა მივიღო მოგვერიდოს და მისი საკრიტიკო განცხადებებიც უნდა გავაკეთოთ, თუ საჭიროა, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გადავდივართ, თქვათ, რაღაც ზელენსკის მოწინააღმდეგეთა ბანაკში, ეგრე ჩვენ თავის დროზე არ მოვიწონეთ მისი გადაწყვეტილება ზალუჟნის განთავისუფლების თაობაზე და სირსკის დასახელების თაობაზე.
აქვე გეტყვით რომ სისხლის ბევრი რამე აქვს კარგი გაკეთებული უკრაინისათვის, ზალუჟნის ჩემი აზრით გაცილებით მეტია გაკეთებული უკრაინისათვის, მაგრამ აი მაშინ პრეზიდენტ ზელენსკისა და ზალუჟნის შორის იყო დიდი, ან გარკვეულწილად დიდი დაპირისპირება, სირსკისა და ზალუჟნის შორისაც იყო დაპირისპირება, მაშინაც ლუჟნი გაანთავისუფლა რა და გადაიყვანა ბრიტანეთში ელჩად, მაშინაც ჩემი აზრით და ბევრის აზრით უშუალოდ უკრაინაში ზელენსკიმ არ მიიღო სწორი განაცხადება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ რუსეთისათვის ხელუღმა ამრტყმელი კაცის საწინააღმდეგო ბანაკში გადავდივართ ჩვენ, ან გადავა ნაწყენი ფედოროვი, ან გადავიდა ზალუჟნი, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ზელენსკისა და ზალუჟნის შორის საუკეთესო ურთიერთობები იცით თქვენ, არც ახლა არ არის, თუმცა ზალუჟნი მასშტაბური კაცია, ისე როგორც ფედოროვია მასშტაბური კაცი. ერთადერთი საკითხი, რომელიც ნამდვილად აღელვებდა ფედოროვის ბედი იყო, სწორედ ამაზე დაიწყეს საუბარი რადის დეპუტატებმა. უკრაინსკაია პრავდას წყაროების თქმით, პრეზიდენტმა განმარტა, რომ ვეღარ ეგუებოდა თავდაცვის მინისტრისა და უკრაინის შეერაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკის შორის მუდმივ კონფლიქტს. ანუ თავდაცვის ძალები, სირსკი, ზალუჟნი რო შეცვალა ის სირსკი და თავდაცვის სამინისტრო, მომავლის კაცი ფედოროვი და მათ შორის არის დაპირისპირება. ომში მყოფი ქვეყნისათვის ეს დაპირისპირება კიდევ უფრო მტკივნეულია, რომ ვიცოდეთ მაინც მომავლის კაცი და წარსულის კაცი, როდესაც უპირისპირდებიან ერთმანეთს, ხო, ბევრი რამ შეიძლება დაზიანდეს თავდაცვის ძალებისთვისაც და უკრაინისთვისაც. ისინი ორ, პრეზიდენტ ზელენსკი ამბობს, სრულიად განსხვავებულ სამყაროში ცხოვრობენ. მიშას, ანუ მიხაილო ფედოროვს, ყველაფრის დიგიტალიზაცია და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სისტემის შექმნა სურს, აკი ამიტომაც არის ის მომავლის კაცი და აკი ამიტომაც ვერ ეწევიან რუსები მას და აკი ამიტომაც პრინციპში ეს გადაწყვეტილება მაინც იყო ჩემი აზრით და შორიდან ჩასეჩანს ყოველ შემთხვევაში იყო შეცდომა, ანუ სირსკის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ადგილზე ახლა პრეზიდენტი ზელენსკი რას ფიქრობს, რა ინფორმაცია აქვს, იმის 9%-იც არ ვიცით არც ერთმა ჩვენგანმა. სამხედროებს კი უბრალოდ უნდათ რომ მათ მოусმინონ. პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვებია, ისინი ითხოვენ ერთი ტიპის შეიარაღების შეძენას, ის კი, ანუ თავდაცვის მინისტრი უარს ამბობს და სხვა მიმართულებას აფინანსებს. საბოლოოდ ერთმანეთის მოსმენა მათ საერთოდ შეწყვიტეს და აი აქ გაიჭედა პრეზიდენტი ზელენსკი. აქ უკვე აღარ იცის, იმიტომ რომ ეძვირფასება მას სირსკი და ეძვირფასება მას ფედოროვი. და აი ეს ამბავი არის მძიმე ამბავი, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ორივეს გაშვების თაობაზე, ან ერთ-ერთის გაშვების თაობაზე, ან ორივეს დატოვების თაობაზე, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია იმ მომენტისთვის. კიდევ ერთმა წყარომ პრეზიდენტის უფრო მკაცრი შეფასებაც გაიხსენა. საქმე აბსურდამდე მივიდა, თურმე უთქვამს ზელენსკის, სირსკი მოდიოდა და მეუბნებოდა, ფედოროვი კონკრეტული ოპერაციისთვის არაფერს გვაძლევს. შემდეგ მოდიოდა ფედოროვი და პასუხობდა, მე მეუბნებოდა, ყველაფერი მივეცით, უბრალოდ ამას არასწორად იყენებენ, რაც მივეცით, არც ისე და არც იქ, სადაც საჭიროა სხვაგვარად უყურებს ახალგაზრდა ფედოროვი და ძველგაზრდა სირსკი კი სხვაგვარად უყურებს ამ პროცესს და აი ეს კონფლიქტია და კვლავ ვიმეორებ, ომში მყოფი ქვეყნისათვის კონფლიქტს ყველაფერი სჯობს, მათ შორის ამგვარი უსამართლო გადაწყვეტილების მიღებაც კი. ანუ ზელენსკი დეპუტატებისათვის იმის ახსნას ცდილობდა, რომ მისი მთავარი მოტივი არმიასა და მთავრობას შორის ურთიერთობის დაბალანსება იყო. და ისევ ზელენსკი ვერ დავუშვებ, რომ ომში მყოფ ქვეყანაში თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი ერთმანეთს ებრძოდნენ, მართლაც ძალიან ძნელი წარმოსადგენია და დასაშვებია. ეს იდეალურ შემთხვევაში ორივე უნდა შეიცვალოს, მაგრამ ამას ერთდროულად ვერ ვაკეთებ. პრეზიდენტმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ფედოროვმა ვერ განახორციელა და მართლაც ფედოროვმა ვერ განახორციელა ის პირობა, რომელიც მისცა დანიშნვისას, ეს არის მობილიზაციის რეფორმა, მობილიზაციის პირობა. პრეზიდენტი ზელენსკი უკვე შემდგომ იტყვის, რომ რუსები თუ გამოაცხადებენ მობილიზაციას სექტემბრისთვის, ჩვენთვის უკვე ყველაფერი კატასტროფულია, შეიძლება წარიმართოსო, ამიტომ ამის დრო არც აგვაქვსო, რა დროს დიგიტალიზაციაზე ან რაღაც სხვა საკითხებზე ყურადღების გამახვილებაა, როდესაც შეიძლება რუსებმა გარეკონ და მირეკონ საკუთარი პუშეჩნაი მასა, ანუ საზარბაზნე ხორცი ომის ხაზი, ეს პუშეჩნაი მასა ხადია ნადგურდება, მაგრამ აი რა როდესაც ძალა, ამთხელა მასა მოდის, ძალიან ძნელია წინააღმდეგობის გაწევა მართლაც ომ ფრონტის ხაზზე, ხაზგასმით ვამბობ ამას.
მისი თქმით, მოქმედ შინაგან საქმეთა მინისტრს იგორ კლიმენკოს, რომლის კანდიდატურასაც ზელენსკი თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე წარადგენს, შეიძლება ეს კლიმენკო დაიმახსოვრეთ, იმიტომ რომ მოხდა ისე, რომ კლიმენკოს აღარ წარადგენს, ეს უკვე შემდგომი ინფორმაციაა, მაგრამ ჯერ მანამდე რაც ხდებოდა იმას გეუბნებით, იმას გაცნობთ, მინისტრის პოზიციაზე წარადგეს, შეიძლება შეიარაღებული ძალების მობილიზაციის სისტემაში წესრიგის დამყარება. ზელენსკიმ თქვა, რომ 23 სექტემბერს პუტინის საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებს. აი ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც მე თქვენ გაგაცანით და ციფრული რეფორმებისთვის აღარავის ეცლება მობილიზაციის საკითხი მანამდე უნდა მოვაგვაროთ და აკი ამიტომაც ნიშნავდა კლემენკოს კიდევ ერთხელ ვიტყვი, მაგრამ ეს კლემენკოს დანიშნაც არ განხორციელებულა. და ზელენსკი მიფიქრა, ზელენსკიმ შესთავაზა ფედოროვ რჩეულის თანამდებობა. ფედოროვმა უარი უთხრა, სირსკი გახარებულია, მას გონია, ასეთი წარმოდგენა აქვს, რომ ის დიდხანს დარჩება თავდაცვის ძალების ხელმძღვანელად, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ სათანადო კანდიდატის შერჩევის შემთხვევაში, მოძიების შემთხვევაში დაახლოებით სწორედ შემოდგომისთვის სირსკის დაემშვიდობოს თანამდებობას, ოღონდ ზალუჟნისაგან განსხვავებით, ის დაემშვიდობება და დაემშვიდობება ზალუჟნი მაინც დიპლომატიურ სამსახურში გადაიყვანეს. მე ხამე სირსკის საწინააღმდეგო განცხადებას კი არ ვაკეთებ, უბრალოდ ძალიან კონფლიქტური კაცია სირსკი და როგორც ჩანს და შესაბამისად მას არ ყავს ბევრი პატივისმცემელი, ასე ვიტყვი, უკრაინის ხელისუფლებაში. ზოგადად ახლა კი მიიღო პრეზიდენტმა ზელენსკიმ გადაწყვეტილება და მას დაუჭირა მხარი და ფედოროვს შეელია, მაგრამ უკვე შემდგომ დაარწმუნებული შემილია გითხრათ, რომ სირსკიც ალტერნატივის მოძებნის შემთხვევაში და ვინ შეიძლება იყოს ალტერნატივა, ამაზეც ვისაუბროთ, თუ გნებავთ, თუმცა ალბათ მაინც ნაადრევი იქნება, იმიტომ რომ განწყობილების სწრაფად იცვლება და განწყობების სწრაფად იცვლება. სირსკი ალბათ დატოვებს საშემოდგომოდ ამ თანამდებობას და სხვადასხვა ფედოროვი კიდევ შეხვდება თუ არ ვწდები ხვალ ზელენსკის, ის უარს არის, კვლავ ვიმეორებ, რჩეულის თანამდებობაზე არ დასთანხმდა პრეზიდენტს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის უახლოეს გარემოცვაში იქნება. მან გააკეთა 1-2 არც თუ კრიტიკული, მაგრამ არც თუ ლოიალური განცხადება გადადგომის გადაყენების შემდეგ და თუ ჩვენ გვინდა გამარჯვება, ჩვენ უფრო რადიკალურადაც უნდა ვიმოქმედოთო, თქვა ფედოროვმა. ეს არ ნიშნავს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ყველა უხარია ქართულ ოცნებას და მით უფრო რუსთავიორს მის პროპაგანდისტურ არხს. ეს არ ნიშნავს, რომ მათ შორის რამ სერიოზული დაპირისპირება არ დაიწყება არადაირი სერიოზული დაპირისპირება, რომ ვიცოდეთ მაინც. ეხლა რაც შეეხება იმას, ვის დანიშნავს მაღალი ალბათობით თავდაცვის უწყების ხელმძღვანელად. ანუ პირველი კანდიდატურა ვინც იყო, აკი გითხარით, ის დაიწუნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, აღარ მოიწონა, უფრო ზუსტი რო ვიყო, მაგრამ იმასაც წაგიკითხავთ, რომ კლიმენკოს ვლაპარაკობდი ახლა, მაგრამ იმასაც წაგიკითხავთ, რომ უკრაინსკაია პრავდა წერს შემდეგ რამეს. ზელენსკი ამბობს, რომ ძიმე გულით წავიდა ამ რთულ გადაწყვეტილებას. ზელენსკის ძალიან უჭირდა და უჭირს კიდეც, ვინც ის და ზელენსკი ამ აქციების გათვალისწინებით შეცვლის კიდეც გადაწყვეტილებას, არავინ იცის. მოცემულეტა და დააბრუნებს ფედოროვს და შესაბამისად შეელევა სირსკის. მე სიმართლე გითხრა, ამას არ წინასწარ მეტყველებ, არ მგონია რომ ასე მოხდეს, მაგრამ მაინც ახლა გადასარევი ამბავის თაობაზე მინდა გიამბოთ, ამბის გაგრძელების თაობაზე. ზელენსკის გუნდმა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად SBU-ს უფროსი გენერალ-მაიორი კაცი, ასეთი ეს არის ლეგენდარული კაცი, უკრაინას ხავს რამდენიმე ლეგენდარული კაცი, აი ბუდაროვი ლეგენდარული კაცია, მაგალითად ფედოროვიც ჩემი აზრით ლეგენდარული კაცია და სხვაებიც რასაკვირველია, მაგრამ ერთ-ერთი ლეგენდარული კაცია SBU-ს უფროსი გენერალ-მაიორი ევგენი ხმარა. და ევგენი ხმარა დანიშნა, ანუ პრინციპში მაინც სამხედრო პირი დანიშნა სამოქალაქო ოფისის ხელმძღვანელად, თავდაცვის მინისტრად. გარდამავალ ეტაპზე იქნებაო ხმარაო თავდაცვის მინისტრიო და მე შეიცვლებაო და ავარაუდობენ ამას და იმასაც ამბობენ, რომ შეიცვლება მაშინ, როცა სირსკის საკითხი დადგება დღის წესრიგში. ეს არის კადრების ოფიცერი, სპეცრაზმელი, რომელიც არასოდეს პრაქტიკულად არ აკეთებს საჯარო განცხადებებს და უმეტესწილად არის ჩრდილში, სპეცოპერაციების დაგეგმვაში, მომზადებაში და ასე შემდეგ. წლების განმავლობაში ხმარა მსახურობდა უსაფრთხოების სისტემაში, კონკრეტულად კი
კონტრტერორისტული და სპეციალური ოპერაციების მიმართულებით. რუსეთის სრულმასშტაბიანი რუსეთ-უკრაინის შეჭრის შემდეგ ხმარა მონაწილეობდა კიევის ოლქის განთავისუფლებაში, რის შედეგადაც საბრძოლო დავალებებს ასრულებდა დონეცკის ოლქში, ანუ ფრონტის ხაზზე, წინა ხაზზე იყო ეს კაცი. ის ხელმძღვანელობდა უკრაინისთვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც კუნძული ზმეინი ოკუპანტებისაგან განთავისუფლა. წარმოიდგინეთ, ვის ზე ვლაპარაკობთ, რა მასშტაბის კაცზე საუბრობთ. 23 წლის აპრილში ზელენსკი მიგდანიშნა SBU-ს ტერორისტთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელად, ხოლო 25 წლის აგვისტოში ოფიციალურად ჩააბარა SBU-ს ელიტარული სპეცდანიშნულების რაზმი ალფა. მისი ხელმძღვანელობით ალფა სპეცრაზმმა რუსულ ძალებს მილიარდობით დოლარის სამხედრო ტექნიკა გაუნადგურა. ის არის იმ იშვიათ ოფიცერთა შორის, რომელსაც მიღებული აქვს ბოგდან ხმელნიცკის პირველი, მეორე და მესამე ხარისხის ორდენები, სამივე 23-24 წლებში მიღებული აქვს პრეზიდენტის საპატიო ნიშანი, საბრძოლო დამსახურების ჯვარი. ასე რომ, ჩემო კარგებო, რუსეთუმეებო, მათ შორის ქართული ოცნების პროპაგანდისტურ არხებს მიმართავ, არც ისეთი მძიმე ვითარება უკრაინაში, მიუხედავად იმისა, რომ გამოსვლებია, ხალხი შეწუხებულია, ხალხი ნაწყენიც არის, მაგრამ არც ისეთი მძიმე ვითარება, რომ ვიცოდეთ მაინც, როგორც ეს ქეკი უნდა ბიზინა ივანიშვილს და მის ფრთებქვეშ მოქცეულ ნებისმიერ პირს, რომ ვიცოდეთ მაინც, ანუ ეს ვარემ გითხრა, ამასაც გეტყვით. აქვე გაგახარებთ უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელობის მოვალეობის დროებით შემსრულებლად უწყების ხელმძღვანელის პირველი მოადგილე გენერალი და მივესალმოთ ქართულ გვარიან ადამიანებს ვესალმებით ყოველთვის მაქსიმ ცუსქირიძე დაინიშნა ინტერფაქს უკრაინის ეროვნული პოლიციაში განუცხადეს ამის თაობაზე. 85 წლის 22 სექტემბერს არ არის ის ქართულ გვარიანი კი არის, მაგრამ მაინც არ არის ქართველი, იდენტობით ქართველი. ნოვო უკრაინაში ყოფილა დაბადებული ეს ახალგაზრდა კაცი 85 წელს, 85 წელს, თუმცა რა ახალგაზრდა 2006 წელს დაამთავრა ხარკოვის შინაგან საქმეთა უნივერსიტეტი, მოგვიანებით სწავლა განაგრძო კიევის შინაგან საქმეთა უნივერსიტეტში და ასე შემდეგ. ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე 23-ში გახდა. კიდევ რა გითხრათ, ხა ორბანზე ხომ არ წაგიკითხავთ ინფორმაციას და რა საკვირველი არღირს, ხმარაზე კი გითხარით ორი სიტყვა. ამავე ვიდეო ბლოგში ხარ არის თემა ეს, მაგრამ არ შეიძლება მიბმა, მაგრამ მაინც მე აუცილებლად მინდა მივესალმო ელენე ხოშტარიას. მადლობა მინდა გადავუხადო ელენე ხოშტარიას, არ არის უკრაინასთან კავშირში, არც პირდაპირში, არც ცირიფში, კონკრეტულად ამ შემთხვევაში ელენე ხოშტარიას ერთი განცხადება, რომელმაც მე აღმაფრთოვანა, მაგრამ მეორე მხრივ ეხლა ცალკე ვიდეო ბლოგის გაკეთება სჯობია, რომ ამავე ვიდეო ბლოგში გავაერთიეროთ. მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რამე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც უშვერი სიტყვებით ვიხსენიებ მე ბიზინა ივანიშვილს, ან მუშაობისთვის სანქციების დაწესებაზე, ან ვამხელ რუსეთთან მის კავშირებს და მის ძალადობრივ ბუნებას, ვადასტურებ, რომ ეს მე ვარ, არა, ის კი არ თქვა, რომ მე არა ვარ, არ გეგონოთ ფეიქია, მოგატყუეს და ასე შემდეგ. ვადასტურებ, იმიტომ ვერ იტანს ბიზინა ივანიშვილი ელენე ხოშტარიას, რომ ელენე ხოშტარია კიდევ ერთხელ მორიგ ჯერზე ასე მამაც არასწორი სიტყვა, ვაჟკაცურად და მამაცურად მეთქი, აი ზემამაც სურად და ჟევაჟკაცურად, აი ამ მდგომარეობაში მყოფი 4 შვილის დედა, რომელმაც შეიძლება კიდე 4 წელიწადი ვერ ნახოს საკუთარი შვილები, გარეთ მყოფვატორი ალბათ შეჰყავთ ხოლმე და ანახებენ მშობელს დედას, ხო, მაინც ელენე ხოშტარია ამ განწყობაზე, ამ შემართებით იბრძვის ივანიშვილის წინააღმდეგ და ესეც მნიშვნელოვანი ამბავია, ბარემ რო ვიცოდეთ. ეხა თურქმენეთზე არაფერს გეტყვით, ხო, მარია ზახაროვა რო აკეთებს ირაკლი კობახიძეს, ამასაც არ გეტყვით. ხო, იმ ამბავს გამოვეხმაურები და ანუ ფედოროვის განთავისუფლებას და ვიტყვი რომ აი ნერვიულობის ნიადაგზე უკვე აღარ არიან მოსკოვში და ადასტურებენ და ამბობენ იმას, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება თავდაცვის მინისტრი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კიევის რეჟიმში იყოს ვინმე, ვინც საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას აიღებს და მიიღებს საპასუხო, ანუ გახდება ჩვენსკენო, კობახიძე გახდებაო, ანუ გახდებაო ლუკაშენკა, იანუკოვიჩი, ხო, მედვედჩუკი,
ხო, ანუ იქნება პრორუსიო. ეს არის მნიშვნელოვანი, ამას ამბობს კრემლის პრესპიკერი, პესკოვი. და ეხლა ბოლო ინფორმაცია ბარემ სირსკი ამბობს, მადლობას ვიხდი მიხაილო ფედოროვს, ვუსურვებ მას მომავალში დარჩეს უკრაინის გუნდის წევრად ერთად გამარჯვებისკენ. სწორი განცხადება, აი ხო გავაკრიტიკეთ სირსკი და მე პირადად ესე აი ვაჯიბრებ ერთმანეთთან ფედოროვსა და სირსკის ასაკვირველია ფედოროვისკენ ავალ, ისე როგორც ზალუჟნისკენ ვიყავი, მაგრამ ეს განცხადება არის უკრაინელი პატრიოტის განცხადება. საერთოდ უკრაინაში არიან პატრიოტები, უკრაინას გაუმარჯოს, საქართველოს გაიმარჯვებს უკრაინასთან ერთად ან უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ეს რომ ვიცოდეთ მაინც და ყველა რუსეთუმე, ხო, ყველა რუსეთუმე მას ჩაიგდებს ადრე იქნება თუ გვიარ, მათ შორის პროპაგანდისტური არხი რუსთავი 2-იც და ბარემ ეს ძალიან მინდა ერთიანობა, სურდა ინთიარობა, მხარეებმა ის ვერ იპოვეს და ამაში პრობლემა მხოლოდ მხარეების კი არა, ჩემიც არის, კრიტიკულად ამბობს ამას პრეზიდენტი ზელენსკი. ხო, ეს ესე იგი კლიმენკო რო არ დაინიშნა, გითხარით უკვე და ის რომ ეს კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ უკრაინის ახალი თავდაცვის მინისტრი, ხაზგასმით ვამბობ, ეს არის კაცი, რომელსაც შეუძლებელია რომ პატივი არსცე, ეს არის ევჰენ ხმარა, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, მონახავს საერთო ენას მიხაილო ფედოროვთანაც, ესე მგონია ყოველ შემთხვევაში და უკრაინას ეს ახალგაზრდა და მეომარი ხალხი სირსკიც რასაკვირველია, უკრაინას ზელენსკისთან ერთად ყველა უკრაინას გაიყვანს გამარჯვების გზაზე, გასულიც არის უკვე. წარმატებას და გამარჯვებას ვუსურვებ უკრაინას და ჩვენს ქვეყანასაც ნახვამდის.